ბექა კვინიკაძე ადვოკატი ჩაგურთება პირდაპირ ეთერში გვეტყვის დღევანდელ ვითარების შესახებ, ანუ დაპატიმრებული კაცი დააპატიმრეს მესამედ. ასეთი არის რეალობა. მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეგრეთ წოდებული საპარლამენტო კომისიის საქმესთან დაკავშირებით ნიკა მელიას არაერთ ეთერში საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული, რომ ის სასამართლოს ხდომაზე არ აპირებდა მისვლას. ამის შემდეგ, კერძოდ 2025 წლის 29 მაისს ნიკა მელიას პოლიციელები არა, მილიციელები ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრდებიან, ახდენენ მის გატაცებას და აღმოჩნდება იმ სისხლის სამართლის საქმეზე იმ პროცესზე, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ ნიკა მელია მისვლას არ აპირებდა. ნიკა მელიას ამ სისხლის სამართლის საქმეზე ამ პროცესზე უბრალოდ საზოგადოებისთვის სურდა თავის თვის გადახდენილი ამბის მოყოლა, რის შესაძლებლობაც სასამართლომ მას არ მიცა. რასაც ნიკა მელიას მხრიდან მოყვა პროტესტი და პროტესტი გამოიხატა იმაში, რომ მან მოსამართლეს შეასხა წყალი. დღეს არსებითად განსახილველად იყო სწორედ ამ საქმის პროცესი, სადაც უკვე ყველანაირი აღკვეთი ღონისძიების სახის საფუძვლის არარსებობის პირობაში ის მესამედ დატოვეს პატიმრობაში. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია მკაფიოდ, რომ ნიკა მელიას აქვს მიჯილი და სისხლში. ანუ რეალურად არ არსებობდა არანაირი საფუძველი იმის, რომ ნიკა მელიასთვის ამ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩენილიყო. მიუხედავად ამისა, ის მაინც პატიმრობაში დარჩა. ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა არის? ქართული ოცნების წარმომადგენლები მის გატაცებას დაკავშირებით ჰქონდათ შემდეგი სახის პოზიცია, რომ ნიკა მელიამ თითქოს შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას და ამიტომ მოხდა მისი დაკავება. რეალურად თუ ეს ესე იყო, ეს ფაქტობრივი გარემოება, ადვოკატებისთვის დღემდე ერთი სიფრიფანა ფურცელიც გადმოცემული არ არის. არანაირი საქმის მასალები ჩვენთვის არ გადმოუციათ. ჩვენთვის არ გადმოუციათ დაკავების ოქმი და ასე შემდეგ. იცით ეს რატომ ხდება ესე? იმიტომ რომ გამტაცებელი პოლიციელების იდენტიფიცირება ვერ შეძლოთ. მიუხედავად ამისა, ჩვენის მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს მოკვლევა ამ საქმესთან დაკავშირებით და მალე საზოგადოებას ვამცნობთ იმ გამტაცებელი პოლიციელების ვინაობას აუცილებლად. კი ბატონო, დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. განმარტეთ ნიკას შესახებ კიდევ ერთხელ აბსურდი, რომელსაც რეჟიმი მის წინააღმდეგ მართავს. ხომ არ გაქვთ რამე სათქმელი? ნიკა პოლიტიკური პატიმარია, ისევე როგორც არაერთი პოლიტიკური ლიდერი რჩება ციხეში. დღეს იყო სიახლე ამ კუთხით, რომ წყლის შეხსმის ფაქტზე ის აღკვეთის სახით კვლავ პატიმრობაში დატოვეს. დიახ, მესამედ წყლის შეხსმის საქმეზე ნიკა მელიას დღეს მესამედ დაპატიმრებული კაცი მესამედ დააპატიმრეს. კი ბატონო, ეს არის ნიკას ისტორია, კიდევ ერთხელ აჩვენებს აბსურდს ამ რეჟიმის. მადლობა.